ცოტნე და ლუკანო ცუბიძის მესამე მიკრორაიონში მდებარე საბავშვო მოედანზე უკვე იშვიათად თამაშობენ. ბავშვობაში იყიდა და მე მან 6-7 წელს რო ვიყავი ჩამოწყვიტეს. ბავშვები კატავდნენ, ზოგიერთი ატრიალებდა და ეგეთი რაღაცები და მე გაწყდა. და აღარ შემოვკიდებიათ. ყველაზე მეტად მინდა რომ ის საქანელები დაკიდა. იმიტომ რომ ყველა ბავშვი იყოს საქანელა, თითქმის ყველა ბავშვი კატაობს და ძალიან უნდა რომ საქანელას დაძინო. უნდა იყოს სუფთა რაც მთავარია და არ უნდა იყოს დაზიანებული რომ ბავშვებმა კარგად ითამაშონ. უფრო ბალახი მირჩევნია, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვები დარბიან და რომ დავარდებიან არ იტკინება დიდად. თბილისის სკვერებსა და საცხოვრებელი ზონის სიახლოვეს თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბავშვთა გასართობის ზონაა მოწყობილი, მაგრამ პლასმასის თუ ლითონის სასრიალოები, საქანელები და სხვა ხშირად ბავშვების განვითარების საჭიროებებზე არ არის მორგებული და პირიქით ხიფათის შემცველია. ასფალტის დაზიანებული საფარის დაჟანგულია მდამტვრეული ნაწილების გამო. არადა საბავშვო მოედანი ბავშვის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარების ადგილია და ბავშვისა და მშობლის ურთიერთობების ფორმირებასაც უწყობს ხელს, ამბობს ოკუპაციური თერაპევტი ლუსი ჯალაღანია. სამწუხაროდ საქანელები არის ისეთი, რომ მშობელს უწევს ბავშვის ზურგის უკან დგომა, იმიტომ რომ დაიჭიროს და არ გადმოვარდეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხედავდეს, თუნდაც მშობელი როგორ ქანაობს, ერთმანეთის პირისპირ იყვნენ. ამას როგორც გითხარით, არა მარტო მოტორული დანიშნულება, ემოციურიც ძალიან დიდი აქვს. ანუ მშობელი და ბავშვი ერთობიან ერთად. ამას ძალიან კარგად გრძნობენ ბავშვები, როდესაც მშობელიც ჩართულია პროცესში და არ არის მთლიანად ბავშვის უსაფრთხოებაზე გადასული, რომ თავარი არ ჩამოვარდეს და მალე ჩამოიყვანოს საქანელიდან. სხვადასხვა უნარების გამოსამუშავებლად ბუნებრივი გარემო არ აქვთ, წონასწორობის უნარის მოტორიკის განსავითარებლად სწორედ საბავშვო მოედნები ეხმარება, ამბობს ვალდორფის თავისუფალი ბაღის აღმზრდელი მარიკა ჩხიკვაძე. შესაბამისად, საბავშვო მოედანიც რაც შეიძლება ბუნებრივი უნდა იყოს. ესთეტიურ განცდას უკარგავს, როდესაც სათამაშოები არის ძალიან ჭყეტელაფერებით მოწყობილი და გარდა ამისა, ეს კაშკაშა ჭყეტელაფერებით მოქმედებს ნერვიული სისტემის განვითარებაზე. ძალიან აზიანებს ბავშვებს ესეთი მკაფიო ფერები, იწვევს საშინელ აგრესიას. უჩნდება ცურვილი, რომ გააფუჭონ ეს სათამაშო. ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო მოედნისთვის, როდესაც ბავშვი წონასწორობის განცდას ინვითარებს. ამითი სამყაროში მყარად დგომას სწავლობს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შეხებას ინვითარებს. ამისი განვითარება არ მოხდება პლასმასის სათამაშოებთან, როდესაც ეხება აი ამ უხეშ სრიალა მასალას. პლასმასი არაფრის მიმცემი არ არის, იმიტომ რომ ყველა ზედაპირი არის ერთნაირი. თბილისში არსებულ 200-მდე საბავშვო ბაღში საბავშვო მოედნები თანაბრად მოწესრიგებული არ არის. როგორც თბილისის ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, საბავშვო მოედნების მოწყობა სააგენტოს პრიორიტეტია. უკვე განახლდა 100 საბავშვო ბაღში სათამაშო მოედანი და ეტაპობრივად სხვა მოედნების რეაბილიტაციაც იგეგმება. 2014 წლის შემოდგომიდან იყო ის, რომ ბაღების 99%-ში სპორტულ გასართობი მოედნები არ არსებობდა, ან არსებობდა, მაგრამ იმ დონეზე იყო მოძველებული, რომ უკვე უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ 2015 წლის ბიუჯეტში სპორტულ გასართობი მოედნების მოწყობა და დავიწყეთ 15-ში, 16-ში და გავაგრძელეთ 17-ში, რა თქმა უნდა. და დღეის მდგომარეობით 100-მდე საბავშვო ბაღში ჩვენ გვაქვს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტულ გასართობი მოედნები.